რომ მონაწილეობთ ჩვენს ეთერში. პირველი საკითხი, მოდი ვილაპარაკოთ იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. საუბარია ნიკა მელიას საკითხს, მას 8 თვით პატიმრობა მიესაჯა და ასევე ჯარიმაც განესაზღვრა. როგორც ცნობილია, თქვენი შეფასება რა არის? ასევე დაკავებულია კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე, ეს სულ ახალი გადაწყვეტილებების მიხედვით. მე სხვა მოლოდინი არც ქონდა ხა და მე ვფიქრობ არც არავის არ აქვს სხვა მოლოდინი ნიკასთან დაკავშირებითაც და გივისთან დაკავშირებით გივის დაკავებაზე მინდა თქვა რომ ძალიან დიდი ხანი წლების განმავლობაში გივი იძებნებოდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ასევე ბელორუსის სპეცსამსახურების მიერ როგორც მან თვითონ თქვა იგი არის მნიშვნელოვანი მოწმე ჰააგაში, ასევე იცით რომ გადარჩა კონკრეტულ ტერორისტულ აქტს, რომელიც საბოლოოდ ესე თავიდან ბოლომდე არ გამოუძიებია ქართულ ოცნებას და წარმოიდგინეთ ახლა რომელიმე სხვა ქვეყანაში თქვათ ან ისრაელში ან უკრაინაში ესეთი მოქალაქე რომ ყავს, რომელიც შენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია თქვა სხვა ოკუპანტი და მტერი ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის რამხელა თქვა უსაფრთხოების გარანტიებს მისცემდი, მაგრამ ჩვენ ყავს რუსული ხელისუფლება, რეჟიმი, რომელიც რუსული გავლენების გაზრდას ემსახურება საქართველოში და სწორედ ამიტომ ეს დაკვეთა ჩვეულებრივად შეასრულეს ისევე როგორც ღალატის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ეს კომისია თავიდან ბოლომდე ასრულებს რუსულ დავალებას და საქართველოს უახლეს ისტორიაში ასეთი მასშტაბის პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება არც ყოფილა და რა თქმა უნდა მე დარწმუნებული ვარ რომ ეს იქნება ბოლო. ნიკასთან დაკავშირებითაც რა ვიცი იგივე ყველა ეს ადამიანი ციხეში არის არაფრის გამო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ესე უნდოდა რეჟიმს და ჩვენ არ დაგვაუწყეს რომ ასევე 60-მდე ადამიანი ყავს ციხეში და წარმოუდგენელი ტრაგედიაა, როდესაც მშობლები მიდიან ისე რომ თავის საკუთარ შვილებს ვერ ნახულობენ, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდები არიან ციხეში გამოკეტილი, ისეთ ხადაძის მამა გარდაიცვალა, არ ვიცი, ყოველ ჯერზე ჩვენ გვაქვს რეჟიმის მიერ გამოსროლილი მახინჯი რუსული ამაზრზენი ფორმა თქვათ საკუთარი მოქმედების და ამიტომ ერთადერთი ამ ფორმის რაღაცნაირად შეჩერება ეს არის რეჟიმის ჩამოცილება ქვეყნის ძალაუფლებიდან. მე ესე მესახება და ასევე არ შემიძლია ვთქვა ეს ერთი რომ თქვათ ვინ დაიცავს გივი თარგამაძის უსაფრთხოების გარანტიებს ციხეში, რუსების ციხეში, როდესაც ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რომ საქართველოს სპეცსამსახურები თავიდან ბოლომდე ინფილტრირებულია რუსული სპეცსამსახურებით და საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად პირდაპირ ასრულებენ რუსულ დავალებებს აი გუშინ წულუკიანმა და პრინციპში რაღაც ბოლშევიკური სტილით უდგებიან ამ ქვეყნის მოქალაქეებს გუშინ წულუკიანმა განაცხადა რომ რაღაც ეგრეთ წოდებული სამეულებით ანუ ტროიკებით გააგრძელებს თვითონ ეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კომისია ადამიანების გამოკითხვას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ეს, რაც ხდება სასამართლოში კანონების, ეგრეთ წოდებული კანონების მიმართ, ადამიანების მიმართ, ძალადობა, თავხედობა რეჟიმის თვითონ, ეს არის ერთადერთი, რაც რეალურად ჩვენ უნდა ამან უნდა გვაიძულოს რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის თვითონმა ჩვენთაგანმა რომ რეჟიმი რაც შეიძლება მალე შესუსტდეს. ხატია, რაც შეეხება სხვათა შორის აქ გამოდი კიდევ უფრო 8 თვიან თავისუფლების აღკვეთაზე არის საუბარი და ასევე 2 წლით ვადი თანამდებობის დაკავების აკრძალვაზე. მელიას შემთხვევაში კონკრეტულად ასევე მას დაემატა ჯარიმა 25,000 ლარი 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელ სასჯელზეა კონკრეტულად საუბარი. დღეს ჩვენ ვნახეთ კობახიძე პარლამენტში, რომელიც მადლობას უხდიდა პარლამენტს მისი საქმიანობის გამო იმ
რეპრესიული კანონმდებლობის გათვალისწინებით, მათ შორის რომელიც არის მიღებული. აი თქვენი შეფასება და დასკვნა რა არის იმ გზავნილების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ასევე მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, აქცენტი იყო გაკეთებული დეკემბერში იმ ქმედებებისთვის, რაც ნახა ძალიან კარგად საზოგადოებამ და ის ამტკიცებს, რომ ყველა ამ ფაქტისთვის და იმ სურათისთვის, რომელიც ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, ეს უწყება მადლიერებას იმსახურებს. აი თქვენი დასკვნა რა არის ამ ყველაფრის გათვალისწინებით? არა, იცით რა არის, მოდით ესე შევხედოთ ახლა რეჟიმი უარესდება, არავითარი თქვათ მოსაზრება ან მოლოდინი, მე ძალიან დიდი ხანია ამას საუბრობ, რომ მათ შორის ველოდებოდი დაკავებას პოლიტიკური ლიდერების, არ მქონია არავითარი ილუზია ამასთან დაკავშირებით, რომ ის რა განცხადებაც არ უნდა გაეკეთებინა, თქვათ თვითმმართველობის ეგრეთ წოდებულ რუსულ არჩევნებში მონაწილეობაზე თუ არ მონაწილეობაზე, რომ რეჟიმი არ დააკავებდა. პირიქით, მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს შინაგანი, თქვათ, პათოლოგიური ზიზღი საქართველოს მოქალაქეების ევროატლანტიკური მისწრაფებების თავისუფლების მიმართ აუცილებლად თქვათ ამოიფრქვეოდა და გაცილებით უფრო რაღაცნაირად მძიმე ფორმაში გადაიზრდებოდა, ხო? ამიტომ ის, რასაც ამბობს კობახიძე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა აქვს იმას, რას აკეთებს რეჟიმი და როგორია თვითონ რეჟიმის დამოკიდებულება. აწუხებთ არალეგიტიმაცია, აწუხებთ, თქვათ, სანქციები, ცდილობენ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე უმცირე ლეგიტიმაცია მაინც მოიპოვონ, ცდილობენ, რომ თქვათ, ჩამოაცილონ პოლიტიკური ლიდერები პოლიტიკურ საქმიანობას, ცდილობენ, რომ გააჩუმონ ადამიანები სასამართლო შენობაში, რომ ის მუხტი, ელემენტარული მუხტიც აღარ გამოვიდეს გარეთ და ამბავიც აღარ გამოვიდეს გარეთ, და მე შორის ყველას ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს მინდა უთხრა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლოში ამის შემდეგ უკვე ჩვენს აქტიურობას და ასევე ცდილობენ, რომ რაღაცა დაგსაქსულობა ადამიანების ნიჰილიზმი, რწმენის შესუსტება შემოიტანონ. მე ყველას მინდა უთხრა, ახლა სხვა შორის კვირას არის აქცია, ძალიან დიდი აქცია და ყველა უნდა გავიდეთ და რა თქმა უნდა ერთმანეთს კიდევ უნდა შევევლოთ თვალი, რომ ჩვენ ვართ ძალიან ბევრი, მაგრამ რეჟიმის თავარი მოქმედების, ასე ვთქვათ, ფაბულა რა არის, ხო? ანუ როგორ მოქმედებს? მოქმედებს მოსუფთავების ველის, მოქმედებს შიშის ფაქტორის დანერგვით და მოქმედებს იმით, რომ იცი რა, არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ყველაფერი თითქოს დაახშო, ხო? მაგრამ აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და ამას ხაზი უნდა გავუსვათ ჩვენ, რომ ეს არის, რომ რეჟიმი, რა თქმა უნდა, ესე იმოქმედებს, იმიტომ რომ ნებისმიერი უკან გადადგმული ნაბიჯი, თქვათ, პოლიტიკური ლიდერების არ დაკავება, თქვათ, არ ვიცი, მათთვის ჯარიმის შეფარდება, ვიდრე პატიმრობის, თქვათ, უფრო რაღაცნაირად საქართველოს მოქალაქეების წინაშე გადმოდგმული ნაბიჯი. ეს ხო, ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ საკუთარი თქვათ სისუსტეა, ამიტომ კიდევ უფრო დაამძიმებს, რა თქმა უნდა, და კიდევ უფრო გაჭიმავს, ხო, ამ სპირალს, რომელიც აუცილებლად ცხურში თვითონ მოხდება. ამიტომ ის რომ ვინმე თავარი ხაზი იყო რაღაც 2012 წელზე სწორება, ხო, კონკრეტულად აი თქვენ პოლიტიკურ ძალასთან მიმართებით, აი ამ აქცენტზე რისი თქმა შეგიძლია 2025 წელია კალენდარზე და 2012-თან იყო მეტი წელი, ხო, როდესაც მათ შორის ეკონომიკურ ნაწილზე საკმაოდ დიდი აქცენტი იყო გაკეთებული და აქ იყო სწორება სწორედ 2012 წელთან. ეს რისი მთქმელია თქვენთვის? უბრალოდ იმის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე უფრო გამაღიზიანებელი, ისევე როგორც მისი ბრძანებლებისთვის ყველაზე უფრო გამაღიზიანებელი ის წლები, რომელიც იყო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წლები, მათ შორის ევროინტეგრაციის კონტექსტში, აი ეს წლები იყოს გამოცხადებული მთავარ მტრად და არის გამოცხადებული კიდეც რეჟიმისთვის. ხო, ჩვენ არ დაგვავიწყოს, რომ მათ შორის რეჟიმმა პოლიტიკური დევნა დაიწყო 2012 წელს, დაიწყო ჩვენი ხელისუფლების ძალიან ბევრი ადამიანის დაკავებით, დაიწყო ჩვენი აქტივისტების დაკითხვით, განთავისუფლებით მასიურად თვითონ საჯარო სამსახურებიდან. არ დაგვავიწყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია უკვე მეოთხე წელია და ეს ყოფილი პრეზიდენტის დაკავება და მათ შორის ის დამამცირებელი მოპყრობა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და ჩვენ არ დაგვავიწყოს ასევე ერთი რამ, რომ რუსების და პუტინის დამოკიდებულება როგორი იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ, ხო?
ამიტომ თითოეული რეჟიმის ეს გამოცხადებული ღალატის ქრონიკა მათ შორის არის ზუსტად ისტორიის გადაწერის მცდელობა, თუმცა ამ ისტორიას ვერ გადაწერენ, ხო? ანუ 2008 წელი ანწუხელიძეს დამცირება, ჩვენი გმირების დამცირება, ადამიანების გამოკეტვა ციხეში, ყველას რაღაცა ირცქვაფში ჩაყრა, მაგალითად ანტიუკრაინული განცხადებები, ანტიამერიკული განცხადებები, ეს ყველაფერი არის ზუსტად ის, ვთქვათ, ფორმულა, რაც უნდოდა რუსებს და რუსეთს რაც უნდოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ანუ რუსეთს უნდოდა ხეიბარი, გეოპოლიტიკურად ხეიბარი საქართველოს, რუსეთს სჭირდებოდა საქართველოში ევროატლანტიკური მისწრაფებების შემცირება ქართულ ხალხში, რუსეთს სჭირდებოდა ისეთი მთავრობა ყოველთვის აქ ხელისუფლება, რომელიც რუსულ დავალებებს და რუსეთის ფეხის გულის ხანვას მუდმივად ესე რაღაც ლაქუც, თქვა საქართველოს ლაქუცში საქართველოს ეროვნული ინტერესებს გალებდა და ასეც ხდება და ჩვენი სახელმწიფო ინტერესები, რა ვიცი, გაილია პრაქტიკულად. რუსეთს სჭირდებოდა საქართველოში რეფორმების გაჩერება, კორუფციის გაღრმავება, ეხლა რო ჭამენ ერთმანეთს და ღარიბაშვილზე რო ამბობს კობახიძე, რომ ვინც კეთილსინდისიერი არ არის, ის ჩვენ გუნდში ვერ იქნებაო. წლები 13 წლის განმავლობაში ჭამენ ქვეყანას და 13 წლის განმავლობაში პარაზიტები ვით ასხდებიან, ასხედან ამ ქვეყანას. ამიტომ ეს ყველაფერი არის იმის გამოხატულება, რომ რეჟიმის მთავარი საყრდენი ეს არის რა თქმა უნდა რუსული გავლენების გაძლიერება და თვითონ ივანიშვილის მთავარი საყრდენი ეს არის იქით, ჩრდილოეთით და არა ჩვენი მოქალაქეების ინტერესი. დიახ. ხო, კორუფციის საკითხზე ჩვენ ვნახეთ ასევე რა იყო ვიკერის შეფასება კონკრეტულად, რომ ევროპასთან დაშორებით და რუსეთთან პარტნიორობის განვითარებით ქართულ ოცნებას კორუფციასა და რეპრესიებში მონაწილეობის თავისუფლება აქვს პასუხისმგების გარეშე, ზუსტად ისე როგორც მათი უფროსი პარტნიორი მოსკოვში აკეთებსო, ამაზე ლაპარაკობს ტრამპის გარემოცვის ძალიან ახლო გარემოცვის წევრი. ასევე თქვენ ახსენეთ სანქციებთან დაკავშირებით ქართული ოცნების მოწყვლადობა, ხო, ხატია. და ჩვენ ნახეთ რა აქცენტები იყო გაკეთებული სტრასბურგში, მათ შორის ბრიტანელი დეპუტატების მხრიდან, მათი ასე ვთქვათ მოწოდება იმის შესახებ, რომ ივანიშვილის სანქცირება კრიტიკული საკითხი არის ქვეყანაში დემოკრატიის გადასარჩენად და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფრის მიმართ ოცნების ვთქვათ შეფასება, მათი ნაბიჯები ყოველდღიური თუნდაც ის კანონმდებლობა, რომელიც ნაწილიც არის მიღებული, რა ტიპის დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა თქვენთვის? იცით რა არის, ჩვენ მე მგონი რაღაც ნაკლებ დროს ვთქვამთ ამას და მე ვფიქრობ ძალიან კარგად უნდა ავხსნათ, რომ სანქციები და მათ შორის გადაადგილება და შეზღუდვა ძალიან სერიოზულად მოქმედებს ქართულ ოცნებაზე. ესე არ არის, იმიტომ რომ მაგალითად ევროპაში უჭირთ გადაადგილება, დიდ ბრიტანეთის ვიზებს ვერ იღებენ, სპეციალური ვიზა სჭირდება მათ შორის ბოჭორიშვილს იმისთვის, რომ ჩავიდეს რაღაც 2 დღით, რაღაც 3 დღიანი ვიზებს იღებენ, მხოლოდ რომ ჩავიდეს რაღაც რისთვის ჩადის, მაგრამ რაღაც 3-ით ეგრეთ წოდებული თავის საკუთარ რაღაც მოსაზრებით, რაღაც არაფრის თქმელი პოზიციით იზოლირებულად რაღაც სამიტებს დაესწროს, ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ მაგალითად აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საბოლოო ფინალზე არავინ არ იყო ჩასული, ხო? მაშინ როდესაც ისინი რაღაც ყველა კოცების რეჟიმი ყველა რაღაცნაირად წარმატებას ეჭიდებიან, ხო? ანუ ეს არის ყველაფერი იმისი მაჩვენებელი, რომ იზოლირებულია რეჟიმი, მათ არავინ ხელს არ ჩამოართმევს, ვიკერის განცხადება თქოს ვიკერი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი რესპუბლიკურ პარტიაში, ადამიანი, რომელიც ძალიან აქტიურად მონაწილეობს ტრამპის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში, ასევე ის არის ადამიანი, რომელიც კონკრეტულად ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს ადამიანის უფლებებს და მან კარგად იცის და ინფორმირებულია კარგად ძალიან თქვათ რეჟიმის ძალადობრივ პოლიტიკაზე და მისი ეს განცხადებაც რას ნიშნავს, რომ არავის ილუზია და მეტწილად თქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებს ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს ქართული ოცნების რეჟიმზე. ხა რაც არ უნდა თქვა კობახიძე გამოვიდეს და თქვას, რომ ჩვენ დავალაგებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ფაქტია, როგორ დაალაგეს, ფაქტია, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები არ დაგვავიწყდეს, როგორი ანტიამერიკული აღირახსნილი კამპანია მიმდინარეობს კვლავ ქართული ოცნების რეჟიმის მხრიდან. ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენ გვიჩვენებს მხოლოდ ერთ გზას. ეს გზა არის შიდა კონსოლიდაცია, რომელიც აუცილებლად გვჭირდება
თქვათ რეჟიმის გასამკლავებლად მე არ ვამბობ რომ ეს რაღაც საათებში შეიძლება მოხდეს ან დღეებში შეიძლება მოხდეს მაგრამ ეს უნდა იყოს ძალიან თანმიმდევრული თქვათ რაღაცა კონსოლიდირებული ეს პოლიტიკა საერთო იდეის გარშემო და მე ვფიქრობ რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს რუსულ არჩევნებზე მონაწილეობაზე საუბარი ეს უნდა დასრულდეს იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ კონსოლიდაცია არის გამორიცხული ამიტომ მე ვფიქრობ რომ გაცილებით უფრო სუდად არის რეჟიმის წარმომადგენლობა, ვიდრე ჩვენ გონია. დიდი მადლობა ხატია, დაგემშვიდობები, ეს იყო ხატია დეკანოიძე, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში და შემდეგ ისტუმარი